ვერცხლი და 4 ბრინჯაო საქართველოს აიკიდოს სამკაციანმა ნაკრებმა ჩეხეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა. რატომ ასპარეზობდა საქართველოს სახელით მხოლოდ 3 სპორტსმენი. საკუთარი სახსრებით მიღწეული წარმატების შესახებ სიუჟეტიდან შეიტყობთ. საქართველოს აიკიდოის და სამკაციანი ნაკრები ევროპის მეორე საკლუბო ჩემპიონატიდან გამარჯვებული დაბრუნდა. სპორტსმენები დაუფინანსებლობის გამო ტურნირზე ჩეხეთის ქალაქ ბუდეიოვიცეში საკუთარი სახსრებით წავიდნენ და ყველასათვის მოულოდნელი შედეგით დაბრუნდნენ. ვახტანგ სიხარულიძეს, ლაშე როსტომაშვილსა და ვახტანგ გობგაიძეს ბრიტანეთის, ბელგიისა და რუსეთის საკმაოდ ძლიერ ნაკრებებთან დაძაბული შეხვედრა ჰქონდათ. თუმცა მათ სხვადასხვა სახეობაში საერთო ჯამში 14 მედალი ჩამოიტანეს. 4 ოქრო, 4 ვერცხლი და 6 ბრინჯაო. მონაწილეობას იღებდა 15 ქვეყნის დაახლოებით 180 სპორტსმენი. ჩვენი ქვეყნიდან მხოლოდ სამწუხაროდ დაუფინანსებლობის გამო მხოლოდ 3 სპორტსმენი ვიყავით წარდგენილი, თუმცა სამივემ შევძელით ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, გავხდით ევროპის ჩემპიონები და საერთო ჯამში წამოვიღეთ 14 მედალი. საქართველოს კუმიტი აიკიდოს ფედერაციის ხელმძღვანელი ვახტანგ სიხარულიძე აღნიშნავს, რომ კუმიტიში საქართველოს წარმომადგენლები ამ დრომდე ასეთ მაღალი დონის ტურნირზე ფინალში არ ყოფილან. ვახტანგ გობგაიძე მასზე უფრო ტიტულიანი მოწინააღმდეგეების დამარცხება შეძლო და ფინალში გავიდა, თუმცა ევროპის ჩემპიონ ბრიტანელ სპორტსმენთან დამარცხდა. შეჯიბრში მონაწილეობდა 14 ქვეყნის ასპორტში მონაწილე დაახლოებით. იყო ძალიან რთული, ვიყავით 3 მონაწილე საქართველოს ასულები აქედან და 3-ემ ჩამოიტანეთ ოქროს მედლები. იყო დაძაბული შეხვედრები, მოწინააღმდეგეები, რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები და ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ მოიპოვეთ მედლები და კმაყოფილები ვართ შეჯიბრით. ევროპის ჩემპიონატის ჩატარდა საკმაოდ ფართო მასშტაბით, იმ მხრივ რომ მონაწილეობდა საკმაოდ ბევრი ქვეყანა და ბევრი სპორტსმენი. ფავორიტი იყო ინგლისის ნაკრები, რომელიც იაპონიასთან ერთად შეიძლება იყოს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ყველაზე შეიძლება ითქვას მცირერიცხოვანი ნაკრები ყავდა ამ ევროპის ჩემპიონატზე. მიუხედავად ამისა, მედლების რაოდენობით საერთო ჯამში მეორე ადგილზე გავედით. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე ყველაზე ნაკლები რაოდენობით იყო წარმოდგენილი. იმ დროს, როცა ბრიტანეთისა და რუსეთის ნაკრების წევრების რაოდენობა ერთად 80 საჭარბებდა. ქართველებმა წარმატებას მიაღწიეს გუნდურ შეჯიბრშიც. სპორტული აიკიდოს წესების მიხედვით გუნდურ შეჯიბრში მოასპარეზე ნაკრებს სულ მცირე 5 სპორტსმენი უნდა ჰყავდეს. მიუხედავად ამისა, საქართველოს სამკაციანმა შემადგენლობამ გუნდურ შეჯიბრში წარმატებას მაინც მიაღწია და მეორე ადგილი დაიკავა. გუნდური 5 კაცისგან შედგებოდა და დავიმატეთ ჩვენ მეგობრები რუსეთის ნაკრების წევრები და საერთო ჯამში მედლების რაოდენობითაც გავედით მეორე ადგილზე. ამით გავუსწარით ბრიტანეთისა და რუსეთის დიდი ნაკრები იყო, დაახლოებით მინიმუმ 20-30 კაცი მონაწილეობდა მაგათ ნაკრებში და მედლების რაოდენობით მაგათაც გავუსწარით. სპორტის ამ სახეობით საქართველოში რამდენიმე ადამიანი პირველად 1998 წელს დაინტერესდა. ამის შემდეგ ჩამოყალიბდა ფედერაციაც, რომლის ამჟამინდელი ხელმძღვანელიც ვახტანგ სიხარულიძეა. სწორედ მას ეკუთვნის ინიციატივა მსოფლიო ფედერაციაში აიკიდოს ევროპის ჩემპიონატის ჩატარების შესახებ. ამ სპორტით დაინტერესება საკმაოდ დიდია, ვარჯიშობენ გოგონებიც. აიკიდოს ფედერაციას საკუთარი სავარჯიშო დარბაზი არ აქვს. ისინი ხან ძიუდოისტების დარბაზში, ხან კი თბილისის მეოცე საჯარო სკოლაში იკრიბებიან. გამარჯვებული სპორტსმენები დახმარებას ხელისუფლებას თხოვენ. იქნებ მათთვის ქალაქში სავარჯიშო ადგილი გამოიყოს.